მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია სტუდენტი გამომგონებელი თემო ჩიჩუა. როგორ ახართ? მადლობ, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ მოხვედი. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ აკა სინჯიკაშვილის. ბოლო სიტყვის თქმის ის რო კონდეს საშუალება ცხოვრებაში, შენი ბოლო სიტყვა რო თქვა ერთი, რა სიტყვას იტყოდი? ნაყინი? რატო? ანუ თუ კვდები, ჯობია რაღაც ტკბილით, გემრიელით, კარგით მოკვდე. აი ბოლო ადამიანი სოფლიოში რა სიტყვის ბოლო სიტყვას? რას დატოვებს? მეშველა? გვეშველა? მეშველა. კარგი. შენ თავზე მომიყევი, რამდენი წლის ხარ და სად სწავლობ? მე ვარ 18 წლის, სწავლობ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტზე. ზოგადად ელექტროინჟინერია დიდი ხანი ამიტაცებს ბავშვობიდან, იმიტომ რომ ზოგადად ასე ვთქვათ ოჯახის გავლენით მიწევდა ისეთ ხალხთან ურთიერთობაში ადგილებში ყოფნა, სადაც ვთქვათ ყველა ჭირკედელაობდა. და ძალიან ხშირად ვიყავი ხოლმე ლაბორატორიებში, მსგავს ადგილებში და ასე ვთქვათ ამან იმდენად მოახდინა ჩემზე ზეგავლენა, რომ დავიწყე მეც მსგავს ასე ვთქვათ პროექტებში ჩართვა და 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი რობოტი ავაწყე. მაშინ მივიღე მონაწილეობა საქართველოში მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსში ლეონარდო და ვინჩი. გავიღე მეორე ადგილი და ეს რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის მერე ასე ვთქვათ ამიმართულებით წავედი და მას მერე მქონდა გარკვეული პროექტები, გავიმარჯვე ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებში და ამ დაბზეც ამიმართულებით ვაგრძელებ მოღვაწეობას. პირველი რობოტი რო აწყე, რას აკეთებდა? ესე იგი პირველი რობოტი ეს გავსოთ ალბათ იაპონიაში ცუნამი რომ მოხდა და ასე ვთქვათ სადგურებზე იყო ესეთი პირობები, სადაც მუშები ვერ ახდენდნენ ცეცხლთან, ანუ ცეცხლს ვერ ებრძოდნენ და მსგავსი პირობები. დიახ, ხოშინაზე მოსკულისხმით და ანუ ასეთი ასე ვთქვათ ბავშვური გმირული სურვილები მქონდა, იმიტომ რომ რაღაც რკინის კაცს უყურებდი, რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობდი და მოდი დავეხმარები რამე ხა ანუ რითი უნდა დამხმარებოდა, მაგრამ გამიმართლა ესე ბავშვი ვიყავი და გადავწყვიტე რომ შემოქმნა ესეთი რობოტი, რომელიც გაუძლებდა ამ პირობებს. რა თქმა უნდა, ეს რობოტი, რომელიც ავაწყე, ნამდვილად ვერ უძლებდა იმ პირობებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ სამყარო ვერ გადავარჩინე, მაგრამ ჩემ თავს რაღაც გზა დაუსახე რამე და მეკეთე. საბოლოო მიზანი რა გაქვს, აი რას გინდა რომ მიაღწიო? ზოგადად მინდა ვიყო ბედნიერი და ყველაფერს ვაკეთებ იმის, ანუ ის ყოველთვის იმას ვაკეთებ უბრალოდ რაც მაინტერესებს ბედნიერებას. ანუ პროფესიული თვალსაზრისით. პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მინდა რომ ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩემი სიტყვა დავტოვო. ანუ ძალიან ამბიციური ვერ ვიქნები, ახლა ვერ ვიტყვი რაღაც სოფლიო მასშტაბით, მაგრამ თუ საქართველოში მაინც შევძლებ იმას რომ ვიღაცას ემახსოვრება რომ აი ეს ამ ადამიანმა გააკეთა და ანუ ამიტომ დღეს რაღაც წინსვლა გვაქვს ერთი ნაბიჯით წინ, ეს იქნება რომ მე ჩემი მიზანი ავასრულო და მოვასწრებო. ჯობია სოფლიოს მიაწვე. რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ ყველაფერი საიდანაც იწყება. საქართველოში თუ არის შესაძლებელი შენი აზრით რომ მიიღო კარგი განათლება? აი ეს არის ესეთი საკითხი, განათლება აბსოლუტურად ყველგან არის შესაძლებელი მიიღო. ანუ თავარი არის რამდენად გიწყობს გარე რესურსები ხელს და ასევე რამდენად გიწყობს შენი თავი, ანუ შინაგანი დამოკიდებულება. ამაში მას გულისხმობ რომ საქართველოში არის სხვადასხვა უნივერსიტეტები, ვერ ვიტყვით ახლა რომ რომელიმე საუკეთესო უნივერსიტეტი არის, მაგრამ არის ესეთი უნივერსიტეტები, რომელიც გარკვეული სპეციალობით სჯობს მეორეს. ანუ მაგალითად თუ რაღაც ტექნიკური საგნების სწავლა გინდა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის. ანუ თუ გინდა ფიზიკის ცოტა უფრო ღრმა მეცნიერებისკენ წასვლა, შეგიძლიათ ესეუში და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა. ანუ რეალურად ამას თუ არ დაჯერდები და შენ ასე ვთქვათ დამატებით განათლებას მიიღებ და რა თქმა უნდა ინტერნეტი ეს არის იდეალური საშუალება ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა არის იქ და უმრავლესობა უფასოდ არის, ანუ წეგნოს საუბრობთ ამ გადაცემა დაიწყებოდა რომ თუნდაც YouTube-დან შეგიძლია უამრავი რამე ისწავლო და აი ძალიან მარტივი მაგალითს მოგიყვანთ. გარდა იმისა რომ რაღაც მეცნიერება მაინტერესებს, ამავდროულად მუსიკისკენაც მაქვს ჩემი ინტერესები და ამ ბოლო დროს ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი და გადავწყვიტე რომ თუ ისეთ King Crimson-ი ბენდი, ანუ იქაც იყვნენ ელექტრონული ინჟინერები და იმის გამო რომ დრო არა, ანუ პერიოდი არაძლევდა საშუალებას რომ დიდარი ელექტრონული ინსტრუმენტები ქონდა, თვითონ ქმნიდნენ ამას. ხო. და ანუ გამიჩნდა ამის რაღაც ესე თქვა დიდია мотиваცია რომ მაშინ თუ ქმნიდნენ მე ხა რატო ვერ შევძლებ და გადავწყვიტე რომ ავაწყო ეს ელექტრონული ინსტრუმენტები ხა ანალოგურ სინთეზატორებს ვაწყობ. და ანუ
იმდენი რამე ვისწავლე თვითონ ინტერნეტით, არ ვიცი თუ შემიძლია საქართველოში სანამ ეს ლიტერატურა ვიპოვო, მაგრამ ანუ აბსოლუტურად უფასოდ ინფორმაცია დევს, აიღე გამოიყენე და შენიეს. მე საომავლოდ აკაპირებ ცხოვრებას და მუშაობას თუ გინდა რომ ცოტა ხანი წახვიდე მაგრამ. ანუ ესეთი ვარიანტი არის რომ საქართველოს აქ ერთი პრობლემა იმ მხრივ რომ თითქმის არაფერი არ არის, მაგრამ ასე ვთქვათ ერთი პლუსი აქვს რომ თითქმის არაფერი არ არის. ანუ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ეს არის ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომელიც თავი არ დაიზარო და გამოიყენო. ანუ თუნდაც ის რომ ამ ეტაპზე არ არის კვლევითი ლაბორატორიები, როგორც საჭიროა იმისთვის, რომ განავითარო შენი ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ცოდნა და მსგავსია. ეს შეიძლება, ასე ვთქვათ, სტიმული იყოს პირიქით იმისთვის, რომ მოდი შევკრიბოთ ხალხი, რომელიც გააკეთებს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს საქართველოში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ერთადერთი გზა, რომელთაც ხდება განვითარება, არა მხოლოდ ტექნოლოგიური, ზოგადად, როდესაც რაღაცის ნაკლებობა არის. ანუ კი არ უნდა თქვა, რომ კაი აქ არაფერი არ გამოვიდა ვიღაცა ხალხმა, რომელმაც თავისთვის იწვალა და ეს ყველაფერი გააკეთა. მოდი ეხლა იქ ეს არის პარაზიტობა გამოდის, ეს რომ ხა სხვის რაღაც მოწყობილ ცხოვრებაზე მოდი მარტივად შევატენები, ანუ ჩვენ ჩემს თაობაში არის ძალიან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანები, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ძალიან კარგი შედეგებით არის ტექნოლოგიებში. ანუ არა მხოლოდ მეცნიერება, ანუ ინჟინერია, მსგავსი რამ, ფიზიკა, ბიოლოგია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მოუწევს, ასე ვთქვათ, ამ ხალხს იმის გამო რომ მოდი ქვეყანა დავტოვოთ თუ აქ რამე ვქნათ და როცა შეამჩნევენ რომ ანუ 1-2 კი არ არის ანუ უკვე მართლა არის მასა ამ ხალხის მოდი რამე შევცვალოთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ როდესაც საჭირო გახდება ამას აუცილებლად გავაკეთებ ძალიან კარგი NASA-ც დაინტერესდა ხო შენი რაღაც NASA არა ეს იყო SpaceX-ი SpaceX-ი არის დამოუკიდებელი კორპორაცია ანუ ძირითადად ქვეყნებს ეკუთვნის ხოლმე კოსმო ორგანიზაციები, ანუ ეს არის დამოუკიდებელი ელონ მასკის კომპანია, Tesla Motors-ის და ასე მსგავსი. ანუ ისინი იყვნენ Intel-ის აისებსა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნახა ჩემი პროექტი და შემდეგ ანუ ჩემი პროექტი იყო, ხო ანუ ახლა ვაგიხსნით, ეს იყო ძალიან მარტივად რომ თქვა, წარმოიდგინეთ ბრტყელი ორგანზომელებიანი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია გარდაიქმნას სამგანზომელებიაში. და ანუ მსგავს სტრუქტურულ ერთეულებს თუ ერთმანეთზე დაამაგრებთ, თქვენ შეგიძლიათ რაგინდ განშლადი კონსტრუქცია მიიღოთ. ანუ ეს არ მხოლოდ კოსმოინჟინერიაში შეიძლება გამოიყენოთ, შეიძლება დედამიწაზე თუნდაც გასაშლელ სცენებში ანუ ნებისმიერ ადგილში, სადაც უბრალოდ კარგად სიჭირდება. და თვითონ ის იდეა რომ ძალიან მარტივად შეიძლება დიდი მოცულობა ჩაეტიოს პატარა მოცულობაში და ეს ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ როდესაც აშენებენ სხვადასხვა კოსმოსურ სადგურებს თუნდაც კოსმოსში, ანუ პატარას გაუშვება და იქ იზრდება. ძალიან მომგებიანი არის იმასთან შედარებით, რომ საერთოდ აიტანონ დეტალები და იქ დაამაგროს ერთმანეთს. შენი გემოვნებით ვინ არის ყველაზე მაგარი გამომგონებელი კაცობრიობის ისტორიაში? ახლა გეტყვით ესეთ რაღაცას, ანუ ცნობილი გამომგონებლებიდან ცოტა პასუხს გეტყვით და დავინჩი ან ტესლა ანუ გააჩნია თუ ავიღებთ გამოწვევებს, რომელთან შედარებითაც შევადარებთ ერთმანეთს, ანუ უფრო ცოტა არა პასუხი რო გაგცეთ, გუშინ წინ მე და ჩემი მეგობარი ვუყურებდით YouTube-ზე არის ესეთი ჩენელი 1 მილიონერი იყო, რომელსაც ასე ვთქვათ, თავში აუქროლდა რაღაცა და მოდი პირველ ყოფილივით ვიცხოვრებ. წავიდა ასე ვთქვათ, რაღაც მიწა იყიდა, წავიდა იქ და აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო ცხოვრება. და ნუ რა თქმა უნდა, ინტერნეტი ქონდა, ნახულობდა როგორ ცხოვრობდნენ იქ და ესე იგი ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებდნენ, რო უყურებ, ანუ ცეცხლის სასანთებლად და ასე ვთქვათ, გადასარჩენად. იმენად მაგრამ რო ვფიქრობ, აი ხა ეს როგორ მოიფიქრეს, ანუ მათ ხო არ ქონათ რაღაც მიკროკომპონენტები, რომელთაც რობოტი ააწყეს, ანუ აბსოლუტურად ნულიდან არაფრიდან უწევდათ შექმნა. ანუ ბევრად უფრო რთული არის და ბევრად უფრო დასაფასებელი, ვიდრე დღეს რო iPhone-ს გამოიგონებს. სამსად აი ეგ ხალხი არის ყველაზე მაგარი გამოგონებლები. რომელმა გამოგონებამ შეცვალა მსოფლიო რადიკალურად, როგორ ფიქრობ? ედისონმა? იმიტომ რომ დენი გვაქვს. ანუ როგორ რაღაცა არის, ისევ იგივე ვარიანტი არის, ანუ იმ დროინდელ გამოწვევებთან შედარებით უნდა ვფიქროთ რა, ეხლა ჩვენ საბრძოლო მანქანები რო გჭირდებოდეს დღეს, ან რაღაც ტანკების ნახაზები რო გჭირდებოდეს, დავინჩიზე ვიტყოდი რომ საუკეთესო არის, თუ გჭირდება რაღაც ახალი ტექნოლოგიები, შემიძლია სტივ ჯობსზე ვთქვა რომ საუკეთესო არის. ანუ
მაინც დროის მიხედვით უნდა ვისაუბროთ, ესე გადაჭრით არ მგონია. რას ვერ მიხვდება ადამიანი ვერასდროს შენი აზრით? რას ვერ მიხვდება ადამიანი ვერასდროს? რას ვერ გაიგებს? რას ვერ გაიგებს? ანუ მე მგონია კაცობრიობა იმაზე მალე, ასე ვთქვათ, ჩაქრება, ანუ აღარ იქნება ის უკანასკნელი ადამიანი, ასე ვთქვათ, სამ გავიგებთ უცხო პლანეტები არსებობენ თუ არა მართლა. დროდის ჩაქრება და რატო ჩაქრება კაცობრიობა? რა მოხდება? ხო, ანუ ორი ვარიანტი არის. ან ერთმანეთს დავხოცავთ, ან ისეთ ტექნოლოგიაში ვქონით, რომელიც დავხოცავს. ფილმებიდან რომელი გიყვარს? ფილმებიდან. აი ძალიან ისეთი როგორ ვთქვათ, პრესტიჟი არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმი. ასე მიყვარს, ანუ არა რაღაც პრეტენზიული გემოვნება არ მაქვს ფილმების მიმართ, ანუ ზოგადად რასაც ხალხი უყურებს, მეც მას უყურებ. წერალი ვინ გიყვარს? წერალი. Isaac Asimov-ი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს, ასე ვთქვათ, აზრებზე. მუსიკოსი? მუსიკოსი სხვა ჟანრში ბევრი მყავს. აი ელექტრონულ მუსიკაში ვინ მოგწონს? ანუ ელექტრონულ მუსიკას თვითონ Daft Punk-ი მაზიარა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ Daft Punk-ი ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ რაც ეს გერმანული Kraftwerk-ი გავიგე, ალბათ უკვე ჩემთვის ნომერ პირველი. კლუბებში თუ დადიხარ თბილისში? კლუბებში ნაკლებად, მაგრამ ბარებში მიპოვეთ ხშირად. ანუ კლუბური ცხოვრება ცოტა დამღლელია. როგორ გიყვარს საერთოდ გართობა? გართობი. როგორ ვთქვათ, იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც საუბარი ყოფნა მსიაოვნებს, ლუდის კათხილში. კი ბატონო. კაი, ყველაზე დიდი სამი ქართველი ვინ არის შენთვის? ყველაზე დიდი სამი ქართველი. რთული კითხვა. ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ლიტერატურის კრო დიდი გარდატეხა არ მოუხდენია, მაგრამ ჩემ აზრით, ჩემ თაობაში ძალიან აქტუალური არის და მეც ძალიან, ასე ვთქვათ, მომწონს იმ ხრივ, რომ მოკლედ დოჩანაშვილი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა დავასახელო ამ ადამიანებში. მეორე ასევე ლიტერატურიდან არის ილია, იმიტომ რომ აი ცოტა შეიძლება ხალხმა გამაკრიტიკოს ამ აზრისთვის, მაგრამ აი რაც სოფლიოსთვის Pink Floyd-მა გააკეთა ის რომ ხალხს ჭირდებოდა მსგავსი მუსიკა, ანუ მენტალურად არ იყო რაღაცისთვის და აი თუნდაც ომის მერე პერიოდისთვის და ასე ვთქვათ რაღაც წამლად გამოჩნდა და უმკურნალა უშველა ხალხს, იგივე არის ილია იმ პერიოდისთვის და შესაბამისად ანუ ილია ალბათ და მესამე შეიძლება იყოს. მესამე მედია მე ვიქნები თავის დროზე. ყველაზე ცუდი ქართველი. ეს საქართველოსთვის ცუდი ყველაზე მეტი ვინ გააკეთა? ყველაზე ცუდი. აი მან ერეკლემეფეს მეზარბაზნეები არ ყავს რა თქმა. აი ჩემ ახალგაზრდობაში გოგოებს მოწონდა ძველი ბიჭები. ვინც სწავლობდა და რაღაც საკეთებდა, იმან დაცინოდნენ. დღეს რა ხდება ამ ხრივ? როგორ ისევ ისეა? ანუ მან ცოტა თავისებურად არის მანაც საქმე, ასე იგი გარკვეულ გოგოებს, გარკვეული ტიპის ბიჭები მოწონთ, ანუ საერთოდ აბსოლუტურად გემოვნებაზე და იმ სოციუმზე, სადაც ალბათ ეს ადამიანი მასიურად აღარ არის, ხო? ანუ როგორ გითხრათ, აი დღეს ძველ ბიჭებზე აქტიურად ბაბუგლიკების ვარიანტი არის, რომელიც ანუ გოგოების გარკვეულ კლასს იგივემდე მოწონს. მაგრამ არიან ასე ვთქვათ აი ნერდს, რასაც ეძახიან მსგავსი გოგოები, რომლებსაც ასევე რაღაც სათვალეებიანი ძველი საროჭკით რაღაც Nintendo-ს მოთამაშე ბიჭები მოსწონთ. ანუ შენ ყავს გოგო შეყვარებული? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნორმალური ჩვეულებრივი ცხოვრება მოქონდა. აი ჩვენ თაობებს შორის რა განსხვავებას ხედავ თავს? ტენი გვაქვს ჩვენ, უფრო ხშირად. და ანუ კულტურულად რო ვისაუბროთ, ჩემი აზრით ანუ რევოლუცია ხდება იმ ხრივ რომ რაღაც ისეთ თემებზე დავიწყეთ ლაპარაკი, რაზეც ადრე ხალხს ეშინოდა რომ შარტქვა და რაღაც მაგის გამო დაგიჭერენ, დაგხრეტენ ხსემენ, ანუ თუნდაც რელიგიაზე დავიწყეთ საუბარი, თუნდაც დავიწყეთ რაღაც აი ჰომოფობიაზე, ანუ ისეთი თემები წამოვჭერით და რაღაც განვიცდით, როგორც არის ადამიანს უნდა ქონდეს თუ არა პირადი სექსუალური ცხოვრება, ანუ ეს
გარდაუვალი და აუცილებელია, იმიტომ რომ სხვანაირად განვითარება ვერ მოხდება ადამიანს. ღმერთი თუ გწამს შენ. ანუ გულწრფელად რო გითხრათ, არა რელიგიურად ცხოვრობ. პირად. კი ბატონო. დღევანდელ საზოგადოებაში რა მოგწონს და რა არ მოგწონს? დღევანდელ საზოგადოებაში რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ თუ რამე ხდება, უცბად შეგვიძლია შევიკრათ და აი კარგი საქმისთვის თუ ცუდი საქმისთვის მაგას ნაკლებად აქცევენ ხოლმე მნიშვნელობას, მაგრამ ჰერიო ბიჭებოდა უცებ, ანუ ეგ შეუძლიათ იდეალურად. ძალიან ხშირად კარგიც არის, აი 13-ში როდესაც მოხდა მაგალითად უბედურება, ასე ვთქვათ, ეს იყო ძალიან მაგარი მომენტი, როდესაც იქ ვიყავი და ხედავდი როგორ იყვნენ თბილისელები და არა მხოლოდ თბილისელები ერთად და მაგრამ ხშირად ცუდი რამებისთვისაც ხდება ამების გამოყენება და ანუ ორივე პასუხად შეიძლება წავიდეს ეს. აი ქართულ პოლიტიკოსებს რო უყურებ, რა შტაბეჭდილება ხდება? აი ანუ ცოტა შეურაცხყოფილად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ თან პოლიტიკურ განცხადებებას, მაგრამ ანუ ზოგიერთს რო უყურებ, მგონია რომ თვითონაც არიციან რა უნდათ. ანუ ცდილობენ რაღაც ჩარჩოში ჩაჯდნენ და მიქარიან კომფორტულად. კი ბატონო. კარგი, აი ტექნოლოგიების განვითარება რა შეცვლის შენი აზრით, აი უახლოეს 10 წელიწადში, რომელი ნივთები გაქრება? ტელევიზორი ძალიან მალე გაქრება, ანუ ვინმესთვის რო გეთქვა, აი Walkman-ი რო ახალი გამოსული იყო, რაღაც CD player-ის Walkman-ს გულისხმობ, რომ CD აღარ იქნებაო და ან თუნდაც კასეტაზე რო გეთქვა, კასეტა აღარ იქნებაო, როგორი სასწაულიც იქნებოდა, ისევე შეიძლება ვიფიქროთ ტელევიზორიც გაქრება, ძალიან მალე ტელეფონიც გაქრება, ალბათ აი ძალიან შესაძლებელი არის რომ Google Glass-ი თუ გახსოვთ, მსგავსი აპარატები ძალიან სერიოზულად დაინერგოს, ანუ Google Glass-ი იმიტომ ამოიგეს რომ მას თავისი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობენ შესაბამისად მალე გაქრება აი პლანშეტები, კომპიუტერები, ტელეფონები, ანუ რაღაც ისეთი რაც იმიტომ რომ ხალხი ვარ წარმაცი ხო და დაგვეზარება რომ ტელეფონი ვატაროთ, მოდი გავაუმჯობესო დაგვეზარება რომ რაღაც ტელევიზორს უყუროთ, მოდი რაღაც მეკეთოს და ვიჯდები და კომფორტი. სამყარო როგორ შეიქმნა? სამყარო როგორ შეიქმნა? ანუ ჩემი აზრით ღმერთს არ შეუქმნა სამყარო. მაგრამ ეს დიდი აფეთქების თეორია რამდენად რეალურია, ეგ ანუ უბრალოდ გაიღვიძა სამყარო, დიდ გამოვიდა ივანზე და მოდი დღეს შევიქმნები და დაიწყო არსებობა. და არის თუ არა იმის შანსი, რომ სხვაგან არ იყოს სიცოცხლე? როგორ რაღაც არის, იცით, როგორც ანუ წესით არის შანსი. აი ტბელი ყავდა თქვენ გადაცემაში და როგორც მან თქვა, ანუ არ არის აუცილებელი რომ სიცოცხლე აღვიქვათ რაღაც უცხო პლანეტელებთან მასშტაბებთან. სავსებით შესაძლებელია ჯერჯერობით თუ არსებობს ეს სიცოცხლე იმდენად შორს არის ჩვენგან რომ ჩვენი ასე ვთქვათ ტექნოლოგიით ვერ ვიგებთ ამას და რამდენად მალე მივალთ იმ ტექნოლოგიებამდე რომელიც დაინახავს ამას ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ანუ ჰორიზონტზე არ ჩანს ამ ეტაპზე, მაგრამ თუ არის, ანუ სავსებით შესაძლებელია რომ იყოს. კი ბატონო. საქართველოსთან რას გააგზავნიდი სხვა ცივილიზაციაში? ყველაზე უცნაური ის არის რომ გუშინ მეგობარმა მითხრა მაგითხვას თუ დაგისვამენო უპასუხე საჭმელსო მოშემშილე უცხო პლანეტელებისთვის. ხო, რომელ საჭმელს გააგზავნიდი? რომელ საჭმელს გავაგზავნდი? მოდი ავიღებდი გარკვეულ საჭმელს, აი სუშის გავაგზავნდი, ჰამბურგერებს გავაგზავნდი, ქართულს, ხინკალს გავაგზავნდი, ქართულს და არ მიყვარს წვადი მირჩევნია. და ჭვიშტარს გავაგზავნდი აუცილებლად. კი ბატონო. კანონი თუ დაგირღვევია როდისმე? კანონი თუ დამრღვევია. რამდენად მძიმე კანონის დარღვევა არის საუბარი? ზოგადად რა თქმა უნდა ყველა ადამიანს დაგვირღვევია კანონი. რამდენიც გადაგვირბენი ამ წვანეს და რამდენიც ზებრაზე არ გადავსულოთ, დღეში მომრავლდება ვთქვა. და უნდა იჭერდნენ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ შეიძლება. გააჩნია ნარკოტიკს ჩემი აზრით, ანუ თუ კროკოდილს იკეთებდა თავს იკლავ, უნდა დაიჭირო? უნდა დაიჭირო. მგონი უნდა უშველო ვიდრე დაიჭირო, ანუ აი როგორც ცემა ადამიანის აი ბავშვის არ არის საუკეთესო გამოსავალი, ისე ალბათ არ არის დაჭერა საუკეთესო გამოსავალი, იმიტომ რომ ნუ ზოგადად ადამიანებს რასაც გვიშრიანის უფრო გვინდა. და ამავდროულად ანუ
არ მგონია რომ გასხივოსნდეს ადამიანის ციხეში და მიხვდეს რომ ვაიმე მოდი დღეიდან აღარ გავეკეთებ ნარკოტიკს. ანუ უფრო ჯობია კულნალობა და შველა ვიდრე დაჭერა ჩემს აზრით. შენ რო იყო ქვეყნის მართველი რა კანონს შემოიღებდი? რა შეცვლიდი, კაი ესე ვთქვათ. მე რო ვიყო ქვეყნის მართველი რა კანონს შემოვიღებდი? ძალიან ბევრი კანონი არის რომლის შემოღებაც მინდა. მაგრამ ანუ რასაც უყურებ დღესდღეობით ყველაზე მარტივ პრობლემას რასაც ახალგაზრდობაში მოხსნიდი, ალბათ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია იქნება. კარგი. შენ თუ გასინჯული? მე მაქვს ერთ-ერთხელ გასინჯული სასმელთან ერთად და იმდენად ცუდი შთაბეჭდილება, ანუ როგორც მითხეს მე ეს არ უნდა მექნა სასმელთან ერთად, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან ცუდად გავხსნდა იმის მე ასე ვთქვათ შიში მაქვს, რომ კი ბატონო. თავისუფლება რა არის შენთვის? როდესაც დილით დგები, გამიწვევი და ამ შუალედში რასაც გინდა იმასაკეთებ. პატრიოტიზმი? პატრიოტიზმი აი ესეთ რაღაცას კეთოთ. ანუ როდესაც ქვეყნიდან მივდივარ, ყოველთვის მენატრება ხოლმე საქართველოს ის ნაწილი, რაშიც მე ვცხოვრობ. აი, ხანახან დაჟე ისიც მენატრება, რომ ქუჩაში ბაბულიკამ უნდა გამაჩეროს და მკითხოს ხურდა ხო არა. ნუ რაც ცოტა წამოვიზარდე რატომაც აღარ ხდება ეს მომენატრეთ ხალხო გამაჩერეთ. ანუ როგორ გითხრათ, გვაქვს ჩვენი ცუდიც, ჩვენი კარგიც ქართველებს და ზოგადად ანუ ქართველებს, მაგრამ მიყვარს მაინც აგაურობა, ანუ აქ ყოფნა ძალიან კომფორტია ჩემთვის. კი ბატონო. გმირობა რა არის? პირადად ჩემთვის. აი ვინ არის გმირი შენთვის? აი ჩემი აზრით ყველა იმ დღეს უყურებდი იმედზე რეპორტაჟს არ მახსოვს რომელიღაც სოფელზე იყო ბავშვებზე იყო რომელიც რაღაც ორ მავთულზე გადადიოდნენ იმისთვის რომ სკოლაში წასულიყვნენ ესწავლათ და წამოსულიყვნენ. ბრავო დიდი ხანი ამაზე დიდი გმირობა ფილმებშიც კი არ მინახავს. ანუ ნამდვილად ეს არის. რომელი ორი ადამიანის საუბარს მოისმენდი სიამოვნებით? არ არის აუცილებელი ცოცხალი იყოს. ხო მესმის. აინშტაინს ვალაპარაკებდი თავის ლექტორთან, აი ეს კაცი იყო აინშტაინი, რო შექმნა, რამდენად მართალი იყო ეგ ისტორია, ძალიან მაინტერესებს, უნდა ავხადო ფარდა, მაგრამ ინტერვიუს ვისგან აიღებდი? ინტერვიუს ვისგან ავიღებდი? აუ ძალიან უწევს თქვენგან რომ ვიღებ ინტერვიუს, მაგრამ ქართული უნდა იყოს თუ არა ქართული? ერთი. ქართული თუ იყოს, რატომაც ინგა გრიგოლია გამახსენდა და ინგა გრიგოლიასგან ავიღებდი. რას კითხავდი ინგა გრიგოლიას? მე შენ ვისგან აიღებდი? რაც გადაცემას უყურებ თქვენ გადაცემას, ძალიან მინდა რომ პირიქით იყოს ფორმატი და ასევე თქვენგან ასე ვთქვათ. კარგი. რომელ ცნობილ ვარსკვლავს ამ მსახიობს, ამ მუსიკოს გინდა რომ უყვარდე მაგრა ქალს? რომელ ცნობილ ქალს? რატომ მომეცით რამდენი კითხვას დამისვით ყველას ვიმეორებ? უცნაური ეს არის რომელი. Scarlett Johansson. ეს შენთვის რა არის სექსუალურობა? უნდა კონდეს ადამიანს რომ თქვა რომ აი რა სექსუალურობა. ანუ რაღაც უნდა კონდეს დამალული ისი ნახვაც უნდა ანუ უფრო მარტივად მისაწვდომი არ უნდა იყოს. ანუ რაღაც უნდა აკლდეს, რაც ძალიან უნდა გაგიჟებდეს იმ ადგილოდეს რომ კარგი. რას არ გააკეთებ არასდროს? როგორ გონია? რა ვიმედია, არავის არ მოუკლო. შენი ტვინის რამდენი პროცენტია დაკავებული უსარგებლო ინფორმაციით? სიმღერის ტექსტებს ვიმახსოვრებ იდეალურად. ანუ რაღაც რამდენიმე მოსმენა არის საკმარისი, იმიტომ რომ ანუ ესეთი რაღაც დავამუღამე, აი ლექციაზე მჭირს ხოლმე ძალიან ხშირად, რომ როდესაც უყურებ ხოლმე ჩემ ლექტორს ძალიან მიჭირს დამახსოვრება იმის რასაც ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც აი რაღაცას სკეჩავ ხატავ ჩემთვის, ვიმახსოვრებ ხოლმე იმ ადგილით რას ხატავდი იმ დროს. აი დღეს მქონდა შუალედური კონსტრუქციული ინჟინერიაში და ძალიან დამეხმარა ეგ მომენტი, იმიტომ რომ რამდენიმე კითხვაზე პასუხი ეგრე გამახსენდა.
ხო და საშუალება რო გქონდეს, აი ვიღაცამ გითხრას, რომ მოდი ამ ინფორმაციას ამოვიღებ, რაც არ გჭირდება და რაც გჭირდება, იმას ჩაგიდებ. აი რას ჩაიდებდი? გულწრფელად რო გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ინფორმაციებით, რაც მაქვს და თუ რამე დამაინტერესებს, ჩემი ძლია ჩავიდო ვენდობის. კი ბატონო. და აი რო გითხრა, რომ შემდეგ ცხოვრებაში იქნებიო ის, ვინც გინდა რომ იყო. ვის აირჩევდი? ჩემ თავს გავიმეორებდი და რაღაც შეცდომებს, რაც ალბათ ხშირად ძილის წინ რაც გახსენებია და ვაიმეს რა ვქენი, მაგათ აღარ დავუშვებ. კარგი. აი ამადგან ვინ გააკეთა შენი აზრით ყველაზე მეტი კარგი ცვლილება ჩვენს ისტორიაში? ისეთი ვარიანტი არის, რომ პირველი სამიდან ყველამ გარკვეული ცვლილება გააკეთა. სამწუხაროდ მარგველაშვილს, ბატონ მარგველაშვილს ანუ არ დასცალდა კი არა და არ აქვს შესაძლებლობა ის რომ თავისი სურვილები განახორციელოს როგორც ჩანს, მაგრამ თავისი დროისთვის ასე ვთქვათ ყველამ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემი აზრით საქართველოს ისტორიაში. აი ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქრობ? ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქრობ? როგორც პოლიტიკოსზე ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ბიზნესმენზე ძალიან კაი ჰობები აქვს. ანუ ძალიან დიდი სურვილი მაქვს მე შემეძლოს რომ ჩემი კოლექციები გავამდიდრო. ეს შენ რო ქონდა 7 მილიარდი რას გააკეთებდი? მე რომ მქონდეს 7 მილიარდი, ანუ მაქსიმალურად გავაბევრებდი იმით რომ პირველ რიგში ჩემ რაღაც ნაკულ პატრიოტიზმს დაუბრუნდებდი და საქართველოში ხალხს მივცემდი არა გაზარმაცების, არამედ მუშაობის და ამით ფულის საშუალებას, ანუ გავხსნიდი ქარხნებს, ფაბრიკებს და ყველაზე მნიშვნელოვანიც არის რომ შემსწავლელ ცენტრებს. ანუ გულწრფელად რომ ვთქვათ, კი ვტრაბახობ ძალიან, მაგრამ საქართველოს არ გვაქვს ისეთი პირობები, რომ ძალიან გიგანტური ტურისტული ცენტრი ვიყოთ. ანუ არც ფინანსურად, ეკონომიკურად, ანუ ერთადერთი გზა ჩემი აზრით, რითიც საქართველოს შეიძლება მსოფლიო ასპარეზზე რამე ადგილი დაიკავოს, ეს არის ტექნოლოგიების მეცნიერებას თუ გავაძლიერებთ. სამსა დამიმართულებით ძალიან ბევრ ამას გავაკეთებდი. ამავდროულად სადმე ალბათ ჩემ კუნძულს ვიყიდდი, აი ამ იუთუბერის მაირად ცოტა ხანი გამომარტოვდებოდი და ვნახავდი პირველ ყოფილები როგორ ცხოვრობდნენ, გამოვიცდი უბრალოდ ჩემ თავზე. დავხატავდი, დაუკრავდი, გავერთობოდი. კარგი. შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა. შემდეგ სტუმარს შეკითხვა. ძალიან რთულია ეს ნაწილი. და ანუ არც ვიცი ვინ იქნება შემდეგი სტუმარი. თუ ქალი იქნება, ანუ დედრი. ამ 4 ადამიანიდან რომლის მინიმუმ შეყვარებული მაინც იქნება. თუ მამრი იქნება, ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, რომელთან ერთად იქნებოდა ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი. წარმატებებს გისურვებ. მადლობა.